შეხელე მეტო ფეხები გადავიხსენი ჩემ. ბავშვობაში ჩემს მეგობარს პაპამისი უყვებოდა როგორ დადიოდა სოფლიდან ვაკეში ფეხით. მაშინ მეგობრებო დაუჯერებელი. წარმოგიდგენთ ყოველ დღე რომ სახლიდან ეხა ვაკეში ფეხითია. ამ ისტორიის მოსმენისას ინტერესში ჩავარდით. ჩვენ რამდენის გავლას შევძლებდით ერთ დღეში. ჩემი აზრით თელ თბილისს გავივრით და კიდე ნახევარ მაგდო. ესე იგი ჩემი აზრით თბილისის ბოლოშიც ვერ გავალთ. მაგრამ ჩვენ მაწონის გასაყიდად არ მივდიოდით. ბევრად დიადი მიზანი გქონდა. ჩემი შეყვარებულ საყოველთაოს ვაპირებ საბადურში. არ ვიცი ხა იქ რა ხდება რა სიტუაცია არის ვაკე. მაგარი სახეობები ვარ. საბადურისკენ წასვლა გადავწყვიტეთ. რადგან გავიგოთ ღირს თუ არა დაასვენოს ნიკამ თავისი შეყვარებული იქ. ხო ხვდებით, ბარემ სიტუაციას გადავამოწმებთ. ჩვენი მიზანი იქნება რომ მივახციოთ საბადურამდე ხვალ 12 საათამდე. მაგრამ იქამდე 50 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს რომ გზაში დაგვიღამდება. ამის მიუხედავად გვეგონა რომ ძალიან მარტივად გავიგებდით რამდენიც გავლა შეუძლია ადამიანს ერთ დღეში. მაგრამ რა ვიცოდით რომ საშინლად ვწდებოდით. ეს ჩვენი თავგადასავალი კი იწყება ფონიჭალიდან. ვაუ. აკეთო ხარ ეს გაივლება. აი იქიდან ვიღაც რომ გამოვარდეს, აი. მართლა ხო მოგკლავს. შეუბედურო. გზის დასაწყისი ძალიან საშიში აღმოჩნდა. რასაც ისიც ადასტურებს რომ ამ გზაზე ნიკასთვის მანქანას აქვს დარტყმული. ამ გზაზე დაურტყია ჩემთვის მანქანას ფეთრა. ჯიბეში მქონდა ხელები ჩაწყობილი, ჩანთა მეკიდა და მოვდიოდი. ტრაილერის სიგნალი ისმის, მანქანის პატარა ჭრელი და ერთი ჩემი ხელი მიფრინავს მარცხნივ, წავიდი, წამიღო. რთულად, მაგრამ გზის დასაწყისი მაინც გადავლახით. გზად ბევრი ასეთი რამ გველოდება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ნახევარზე მეტი არ მახსოვს. აი თუ რატომ ამას მალე გაიგებთ. მაგრამ იქამდე რაც მახსოვს, იმას მოგიყვებით. რა ახას რომ შეიძლება დაგუჭერენ. წამოვავიდე, დატეხილი აქვს რუშები ვერ ხედა. ეხი არ გაიჭრა. აი აქ ჩემი აზრით იყო შესაკვეთი და იქით იყო სამზარეულო. ერთი განსაკუთრებული მიზეზის გამო. ეგეთი ეგ მათი ორი მგონია რომ იქნებოდა. და მე მეორე ნახე შესაკვეთი ადგილი. ყოველ დიდი უბედურება ისე რომ აი ის გზის გავლა მოგვიწევს ჩვენ. არა, არასწორად ვივარაუდე. ეს გზა საერთოდაც არ ყოფილა რთული. ტროტუარი იყო გზის გვერდზე და ბედნიერად მივდიოდით. და ნელა გავიაროს ჯარი ვარ და გვიწეროს ჩემი რა და გაგა თუ მოგეწონათ ეს ღურმა და ამაპოლოვე წავე თუ არ მოგეწონათ ეს ღურმა მაშინ დაალაიქე და დაასვეჩები ერთადერთი რაც ხელს მიშლიდა იყო აი ეს ჩანთა რომელშიც ძალიან მძიმე მითიდევს ამიტომ ძლივს მოვათრევთ მაგრამ სანამ ჩვენს თავგადასავალს დავიწყებდით ბარემ ერთი განსაკუთრებული შოკოლადი შევჭამეთ რამაც აგვავსო მოტივაციით და მოგწა ენერგიაც შესაბამისად ამ მძიმე ჩანთის მიუხედავად ჯერჯერობით ვაგრძელებდით გზას მაგრამ ერთი პრობლემა მაინც შეგვექმნა არა ძმა მოვიშინაურე კაი ცუგა რა გინდა სიკეთით ვცდილობთ ზაღლების შემორიგებას იქნებ ესე გავეტარებინეთ მაგრამ ბატონმა ნიკოლოზმა აგრესიულობა ამჯობინა აჰა რა გინდა მოდი აბა მოდი შენი დედა მოდი ნიკა კი იმუქრებოდა მაგრამ მე მაინც მგონია რომ სიკეთემ გადაგვარჩინა გადავრჩით აი და კათამი ხარ ძმა მამაც ავათა გადავიმტრავდი ბუხზე რა მაგრამ ამის განსჯის დრო საერთოდაც არ გქონია ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ ამიტომ ძალიანაც მოგშივდა გვეჭამაზე გადავწყვეტეთ რომ ცოტა გვეჭამა ой სამომაღებინე რა ჩემი ჩანთა შენაკიდა შენ ჩანთას მომწყვეტი ძალიან მძიმე იყო ჩემი ჩანთა და მხარს მტკენდა ამიტომ ამ ხელა გზაზე ასე სიარული ნამდვილად არ მინდოდა შევეცადი რამენერად ტვირთი გადამენაწილებინა მაგრამ გონი ნიკა იქით მიჩალიჩებდა რაღაცას მოდი ჯეირან რა ჯეირანი ამის წამოღებაზე კი არა შენი ჩანთა ავიკიდე და ამას შენ წამოიღებ სადღაც გატყუებ ხო და ვერ ახვდები სად ნიკამ მაინც შეძლო ჩემი მოტყუება და აი საქმე რაშია მე ორი ჩანთა მქონდა ერთი მსუბუქი მეორე მძიმე იმას კიდე მხოლოდ ერთი მძიმე ჩანთა ჰქონდა. შემომთავაზა მძიმე ჩანთიდან ამოიღე ნივთი და მეორეში ჩადეო. საქმე იმაშია რომ მძიმე ნივთი რომელშიც იდო იმას ცალ მხარზე მოსაკიდი ჰქონდა, რაც საშინად არაკომფორტულია. ამიტომ თუ ორ ყურიან ჩანთაში ჩავდებდი, ვეროდ უფრო მარტივად ვატარებდი. მომეწონა ეს აზრი და ვცადე, მაგრამ არ ჩაეტია. და აი აქ მომატყუა. თავის ჩანთაში ჩამადებინა. ჩემი ორი მსუბუქი ჩანთა მე დამიტოვა და თვითონ წაიღო დამძიმებული ჩანთა. მაგრამ სად არის აქ მოტყუება? ნიკას ხო უფრო მძიმეს წამოღება მოუწევს. მაგრამ არა, ცოტა ხანი მოიცადეთ და ნახეთ რა მოხდება. ყველაფერი გზია აქედან გზა უნდა გამარტივდეს. ბევრს ვარ ჩერდებოდა, ეხა უკვე უნდა ვიყოთ ჩვენ თბილისის მოკიდა და მეკითხი ქვია ხო ბაბა? აბა შენ ეს ნახაში მოვს მეტეხთან. რა ნახევარ, აი ნახევარ საათი 20 წუთი. ჩემი ამდე 40 წუთი დაგვჭირდება მეტეხამდე მისასვლელად. აბა ვნახოთ. რომელი საათია? ჩემი 40 წუთი, ზუსტად 40 წუთი მოვედი. ეცი ფეხი მткиვა ძალიან მარცხენა. მткиვა აი აქ, კუნთი და აი ეს ადგილი მткиვა. ვაიმე რა მაგრა. ორივე საშინლად დავიღალეთ. ამიტომ რაღაც გქონდა მოსაფიქრებელი. და გახსოვთ ნიკას ჩანაფიქრი? აი ახლა დადგა დრო რომ განახორციელოს. შევიცვალო. ჯეირანი თუ რამე მთლიან გავცვალე. რა მთლიან? მაგური ვისწორებდი და შენ წამოიღე. ჯეირანი
დაგიხარია და პირიჯი. ჯეირანის პირობები აბდაუბდად მითხრა და ესე გამოცუცურაგა. შესაბამისად მძიმე ჩანთაც შემომტენა. გამჭალიჭა. გაჭერდი. გაუშვიდი. სხვა რა გზა მქონდა. ესე გავაგრძელეთ გზა, მაგრამ მსუბუქი ჩანთის ტარების მიუხედავად, მაინც ნიკას შეექმნა პრობლემები. და ნახო ფეხები გადახსრილი მაგ თუ არა, დასაწყისიდან ამტკიდო, ზოგადად ავტკიო ხოლმე, მაგრამ ფეხსაცმელებია, ფეხსაცმელებს აქვს თხელი ძირები რაღაცაერთან. ნიკას ფეხის გამოკლევის შემდეგ მივხვდით, რომ გზას ისე მარტივად ვეღარ გავაგრძელებდით, როგორც აქამდე. წული მაგ პატარა. რადებილობა არა ეს წული რა. ესე ხე შენ წამოიღე. გაი, კაცო. ღამე თბილისს რო გავწდეთ სასწავლებელი ძალებით ივლი. შენი ღამე ვიარებ წამ. შეგეშინია ძო მე თავი დავანებ. მე სად მეშინი, არ მეშინია მე. ჩვენ განვიხილავდით მთელი ღამე სიარულს და იმედებიც გვქონდა რომ შევძლებდით. მაგრამ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. ნახოთ რამოდენიმე საათის შემდეგ რა ვითარებაში ვიქნებით. ბამბა, სპირტი, გამაყუჩებელი და შპრიცები. რა ადგინათ? თუ ძალიან შემაწუხებს, რო გავიყუჩო ფეხი, შპრიცით. მოგიცას შენი აზრით? საღამოზე ვნახო. დაღლილი არა, უბრალოდ აი ამ ადგილში კონცეპტკივა. თუ თბილისის ბოლოში გავედით, გავაგრძელოთ გზა. რამდენი დაგვს შენი აზრით? ნახევარი გავიარეთ? ნახევარზე მეტიც გავიარე. ასეთი დარწმუნებულები არ ვიქნებოდით, რომ გწოდნოდა წინ რა გველოდებოდა. ყველაფერი კი უბრალოდ მსუბუქი დაღლით დაიწყო. ერთს ვჯდები ჩემი კაცი. ხრები მეთკი. ამის ტარების გამო ბიჭო. საღარცხი რო ვიდეო დადე, თორე მე დაგიდებ ვიცოდი საერთოდ კომენტარებში. ბოლო რამ რაც მახსოვს, ის არის რომ ენერგიისთვის ბარემის ჭამა გადავწყვიტეთ. ნუ ბარემის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. იმის მიუხედავად რომ წამლები ნიკამ თავისთვის იყიდა, პირველი მე დავიღალე და საშინელ ხასიათზეც დავდეგი. ისეთ ხასიათზე ვარ, აი მივაღა აი მაგარი. კინოში რო აბოიდეზე რო ვიყავ, სახელმწიფოს სხლიაზე და მარტო სახელმწიფო. ჩემი დაღლის გამო სიარული სწრაფად ვეღარ განვაგრძეთ. ამიტომ დაგვიღამდა. შვიცოცი აკლია და თბილისის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავედი. სიმართლე გითხრათ, ძალად აღარ დაგჭე იმდენი რომ შუა ღამემდე. აი კიკუდი. რაღაცნაირად ვარ დაღლილი. ხან დაღლილი ვარ ხან. აი ხე მაგარ ხასიათზე ვარ მაგალითად. გახსოვთ თავიდან რომ გვეგონა მთელი ღამე სიარულს შევძლებდით. შენი ღამე ვიარებ წამ. შეგეშინია ძო მე თავი დავანებ. მაგრამ აი ახლა მივხვდით რომ დაცვენება ნამდვილად გვჭირდებოდა. ამიტომ ნიკამ სასტუმრო როიპოვა, სადაც ღამეს გავათენებდით. ძალებს აღვიდგენდით და დილის 6 საათზე გავაგრძელებდით გზას. მაინც ყოველ შუა დღის 12-მდე გვაქვს დრო. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამ სასტუმროსგან საკმაოდ შორს ვიყავით. ყავარგი ბიჭო, წამოდი რა ყოლი და მე 20 ხელგეზე დაჯდა. წამოეცრი. არ მინდა ძალების აღდგენა, მინდა ფეხები არ მეტკინოს. რა კრუგზე წამოდი. ნიკას ძალიან უნდა და საბადურამდე ჩახწევა. სწორედ ამიტომ აძალებდა რომ არ დამესვენა. მაგრამ რა იცოდა რომ ეს დაწყევლილი ადგილი მასაც შეიწირავდა. ვერადეგი ბიჭო მართლა. ერფები შეეტკინა უბრალოდ ვეღარ დადიოდა. ახლა ნამდვილად აღარ დამაძალებს ბევრ სიარულს. მაგრამ მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. სასტუმრომდე როგორ მივახციეთ, ნამდვილად არ მახსოვს. სასტუმროდან დავრეკავ. აღარ შედავრეკა სასტუმროდან დავრეკავ, თქვენ კი ცუდად დავარ უკვე. ეხარ დავდივარ. არ ვიცი ხოლმე უკეთ თუ გავხდებით და გზის გაგრძელებას თუ შევძლებთ. მაგრამ ახლა სრულიად სხვა პრობლემა გვაქვს. მხოლოდ ერთი საწოლი დავგვხუდა სასტუმროში. დღეს შევძელით რომ 28 კილომეტრი გაგვიყვება. საბადურამდე სულ 27-ია დარჩენილი. წესით ხვალ 12-მდე უნდა ჩავასწროთ. თუ რა თქმა უნდა ამის ძალა გვექნება. ამას კი მხოლოდ ხვალ დილით გავიგებთ. ენერგიის აღსადგენად კი შაურმა გამოვიძახეთ. მაგრამ სანამ კურიერი მოვიდა და უცნაური რამეები აღმოვაჩინეთ. აბა შეხედე ბიჭო, ფეხები გადავიხსენი ჩემი. იქითოს გათხოვა. ამასობაში შაურმაც მოვიდა. ხმონა ნადირობის სეზონის გარეშე ვერაფრით ვერ შევჭამდით. მაგრამ ერთი რამ იყო გადასაწყვეტი. მინდა იძინებდა ლოგინში. გახსოვთ ნიკამ ჯეირანი რომ მომიგოდა მთელი გზა მძიმე ჩანთა მატარებინა. აი ახლა იყო დრო რომ შური მეცია. წინაზე ნიკამ ფურცელი გააკეთა. თავში 1000 კომბინაცია დაულაგე ახლა რას იზამდა. მოვკალათდი ჩემს ძალიან თბილ ლოგინში და გავაგზელე ნადირობის სეზონის ყურებაც. იმის იმედით რომ ხვალ დილით ძალა გვექნებოდა და სიარულს გავაგზელებდით. ვეღარ ვაგრძელებთ გზას. აი დილას ვხვდებოდი, მართლა ვერ დავდიოდი, მოწმეები ვიყავით ორივე ერთად სიარული. მე ვიცი რატომაც არ გამოგვივიდა. იმიტომ რომ ჩვენს თავში ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით და თავში გქონა ავარნილი. ამის გამო საერთოდ არ დავისვენეთ. და კიდევ ვიცი რა გვჭირდებოდა? პარემის შოკოლადი, რომელიც ღამე არ შევჭამეთ. შენ კიდე შეგიძლია უყურე იმ ვიდეოს, სადაც ჯარისკაცივით ვიცხოვრე.